მიუხედავად იმისა, რომ პროცესმა, რომელიც უკვე 5 თვეა ამ ხარისხში ვითარდება ქვეყანაში, გულისხმობ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პროცესს და იმ ცნობილ ყობახიძის განცხადებას, რამაც დეკლარირებულად შეცვალა საგარეო პოლიტიკური ვექტორი, პარტიული ზღვარი ამ პროცესში, რა თქმა უნდა, წაშალა, ანუ პარტიული ინტერესისგან, ვიწრო პარტიული მithumetes დაცლილია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების როლი ამ პროცესში იქნება განსაკუთრებით მოგვიანებით უმნიშვნელო ვიდრე ოდესმე. თუმცა რა სახით წარსდგება საზოგადოების წინაშე ესა თუ ის კოალიცია, ჯგუფი, ერთობა პოლიტიკური სხვადასხვა, რომელიც ასპარეზობდა გასულ არჩევნებზე, ეს მხოლოდ დროის საკითხია. მე შემიძლია გითხრათ კოალიციაციების სახელით ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, მუშაობას ყოველდღიურს იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ვიყავით. ვიქნებით ადეკვატურები გამოწვევებისა, ვიქნებით ადეკვატურები დროისა, თუ ბევრს აინტერესებს იშლება თუ არა ეს კოალიცია, არ იშლება, ასე ვთქვათ, ხმებიც რომელიც მოარულია გამიგია და უკითხავთ კიდევაც მაგალითად რუსთაველის გამზირზე ჩემთვისაც, ნიკასთვისაც, სხვა ადგილებში ზურასთვისაც, როგორც მე გავარკვიეთ და ელენისთვის. არა, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, ამისი ფუფუნება ახლა ქვეყანას ნამდვილად არ აქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა, ვიქნებით ადეკვატურები. ხა ერთობა მნიშვნელოვანია საკითხების გარშემო, მაგალითად იმ საკითხების გარშემო, რომელიც დღესასწაულში დგება აქტუალურად დრო და დრო და რომელიც დადგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, სადაც მიმაჩნია, რომ ერთობა ამ პოზიციაში უნდა დააფიქსიროს ყველა ოპოზიციურმა ჯგუფმა და პარტიამ არის ადგილობრივი არჩევნები. ანუ და ზოგადად არჩევნები. მოდით მაშინ წავიდეთ კონკრეტიკისკენ ამ შემთხვევაში, სანამ ადგილობრივი არჩევნების თემამდე მივართ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, საორიენტაციო პოლიტიკური კალენდარის შემადგენელი ნაწილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოზიციაში. ხო, კი ბატონო. ოპოზიციის ყოველ შემთხვევაში ქუჩაში მყოფი ადამიანების განწყობა და მოთხოვნაც უკავშირდება ახალ არჩევნებს. ახალ გარემოში ჩატარებულ არჩევნებს. თითქმის უკვე რამდენიმე დღეში 100 დღე შესრულდება, რაც უწყვეტი აქციები მიმდინარეობს. თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ პოლიტიკურ ლიდერებს შორის, რომლებიც ფაქტობრივად ყოველდღე ხედავთ ხოლმე იქ, რომ წარმოდგენილი ხართ. თუმცა იქ მყოფი ადამიანების გამონათქვამების მონასმენი და მე მაინც დაბეჭდილება მრჩება, რომ ერთის მხრივ ამას რა თქმა უნდა დადებითად აფასებენ, რომ პოლიტიკოსები, პოლიტიკური ლიდერები მათთან ერთად არიან, თუმცა მეორეს მხრივ აქვთ მოლოდინები, რომ პროცესის არაიმდენად რაღაცა სხვა მასშტაბის პოლიტიკურ ფაზაში გადაყვანისთვის, არამედ თავად თუნდაც ამ პროცესების მართვისთვისაც პოლიტიკურ ლიდერებს, პარტიებს აქვთ მოლოდინი, რომ დამატებით კიდევ სხვა როლსაც ითამაშებენ. აი თქვენ როგორ უყურებთ ამ ბრძოლის ამ ფაზაში პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური ლიდერების? მე ვფიქრობ, მადლობა ამ შეკითხვისთვისაც, მე ვფიქრობ პოლიტიკური პარტიების ლიდერები ერთმანეთისგან განსხვავებულებით ამ პროცესში ძალიან აქტიურ როლს თამაშობენ, როგორც თანამებრძოლები ვართ, რაც თქვენ ახსენეთ, რა თქმა უნდა, რუსთაველის გამზირზე, რაც მიმაჩნია თავარ კერად ამ პროტესტის და ამ კერის გარეშე შესაძლებელია ვიფიქროთ სამართლიანად, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა არათუ შენელდება, არამედ ჩაქრება და არ უწერია რუსთაველის გამზირს მჯერა ამისით არა მხოლოდ განელების, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ მიმართულებით მუშაობს პოლიტიკური ან ერთი ან 4 პარტია, ხო? ბევრჯერ თქვა თქვენს ეთერშიც საზღვარგარეთულ ფრონტზე პარტნიორებთან ურთიერთობაში, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ბევრი მათგანი არის საზღვარგარეთ, მათ შორის არ შემიძლია არ ვთქვა რითი დაიწყო ეს პროტესტი. აქტიური როლის თამაშით თავად პოლიტიკური პარტიებისა. არავინ არ ამადლის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანობისთვისაც ეს იყოს აღნიშნული და გავახსენოთ ყველას და მithumetes პირველ რიგში ერთმანეთს. რო არა ეს 4 პოლიტიკური პარტია, რომელიც გაყალბების და მიუხედავად აღმოჩნდა მანდატებით შეიარაღებული, რო არა მათი
პრინციპული პოზიცია, რომ ისინი არ შევიდოდნენ ამ ერთწოდებულ პარლამენტში, პროცესების სხვაგვარად წარიმართებოდა, სხვადასხვა ფორმა და შინაარსი მიიღო სხვადასხვა ეტაპებზე ამ პროტესტმა, მაგრამ ის იყო პირველი საწყისი ეტაპი, სადაც მნიშვნელოვანი იყო ამ პრინციპული პოზიციის დაფიქსირება და მე მისი აღსრულება. მით უმეტეს, როდესაც ტკინვეული გამოცდილება ჰქონდა ბევრ ჩვენგანს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მაქვს ხედველობაში, როდესაც წარმატებულად დაწყებული საპარლამენტო ბოიკოტი, რომელიც ჩემის აზრით აქცევდა ჩიხში მაშინდელ ქართულ ოცნებას, რომელიც მნიშვნელოვნად უწევდა ანგარიშს დასავლეთს და დასავლელ პარტნიორებს, უნდათ ეს მათ თუ არ უნდათ დღევანდელი დღისგან განსხვავებით, ახლოს იყო ახალი არჩევნების ჩანიშვნასთან, ანუ ის პროცესი, რომ არ გამწყდარიყო, მოკლედ ის ბოიკოტის რეჟიმი. ამიტომ ეს სასახელოდ უნდა ითქვას პოლიტიკური ოპოზიციური პარტიებისა. ამის შემდეგ მე ვფიქრობ ის მასშტაბი იზოლაციისა, რომელშიც აღმოჩნდა ქართული ოცნება, პირდაპირ არის დაკავშირებული პირდაპირ პროპორციულად იმ ნაბიჯთან, რომელიც გადადგა ოპოზიციურმა პარტიებმა. ანუ შიდა ლეგიტიმაცია ქართულ ოცნებას არ აქვს და არც გარე ლეგიტიმაცია არ აქვს და ნებისმიერი ჩვენგანის 10, 11, 12 ოპოზიციონერი დეპუტატის პარლამენტში შესვლა გამოიწვევდა ჩემის აზრით, რბილად შემიძლია მტკიცებით ფორმაშიც თქვა, დარწმუნებული ვარ იმ მოცემულობას, რომ დღეის მდგომარეობით ყობახიძესთვის ძალიან ბევრ ევროპელ და არა მხოლოდ ევროპელ ლიდერს ხელი ექნებოდა ჩამორთვეული. რა თქმა უნდა, მე ამის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და თამაშობს ხალხი თავად. საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დაიბადა ისეთი ძლიერი როგორც არასოდეს, ხომ? და ეს ნათლად მიუთითებს იმ მოცემულობაზე, რომ ზღვარი არის პარტიული, ანუ საზღვრები არის უბრალოდ წაშლილი პარტიულისა და ყველამ გააცნობიერა, რომ თუ კი გვინდოდა ევროპული მომავალი და ამისთვის წავიდა არჩევნებზე, მალევე აღმოაჩინა, რომ იმ სტატუს-კვოს შენარჩუნებაც კი შეუძლებელია, რომელშიც ჩვენ ვიყავით არჩევნებისთვის ან პოსტარჩევნები რაღაცა 2-3 კვირის განმავლობაში. შესაბამისად, წინ ევროპული მომავლისკენ, წინ ეროვნული ინტერესების გატარებისკენ არის შეუძლებელი ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, შეუძლებელი არის დასავლური კურსის მოკლედ კვლავ სწორ კალაპოტში მოქცევა, ამაში დარწმუნდა მოსახლეობის კრიტიკული ნაწილი, რაშიც არ იყო დარწმუნებული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ახლა პოლიტიკური პარტიების როლი აი უახლოეს დღეებში, კვირებში უნდა იყოს ერთ ჩემთვის და ჩვენი კოალიციისთვის მნიშვნელოვან საკითხზე საერთო პოზიციის დაფიქსირება. ეს საკითხია როგორ ჩანს ეს საკითხი არის ზოგადად არჩევნები, რომელიც ამ ქვეყანაში არის გაუქმებული, არ ტარდება, როდესაც ქვეყანას არ ყავს პარლამენტი, როდესაც ქვეყანას გარდა იმისა, რომ მართავს მიტაცებული ხელისუფალი, მიმტაცებელი ხელისუფალი, ერთპარტიული პარლამენტი ყავს, არ ყავს არც ერთი ლეგიტიმური ორგანო და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ჩატარდეს არჩევნები და ამ არჩევნებს ვუწოდოთ არჩევნები. არჩევნები როგორც ფენომენი არ არსებობს, არავინ არავის არ ატყუილებს, მე იმედი მაქვს ოპოზიციურ სპექტრში. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას მათ შორის იმ საპროტესტო ბირთვის უდიდეს ნაწილს, თუ არა ყველას, და არა მხოლოდ იქ მდგომს აქტიურად, ყველა თქვენს მაყურებელსაც სჭირდება, რაც შეიძლება სწრაფად იმ პოზიციის დაფიქსირება, ოპოზიციური პარტიები როგორ უყურებენ მომავალ თვეებს ამ საკითხთან დაკავშირებით. აპირებენ თუ არა თეორიულად მაინც იმ ტიპის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, სადაც ივანიშვილი არის მოკარნახე ყველა პროცესისა. სასამართლო, საპარლამენტო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, CSKO თავის მხრივ არის დანამატი ივანიშვილის, არ ვიცი, საკარმიდამოსი და ასეთ პირობებში ჩვენ გეგმავთ არჩევნებზე შესვლის განხილვასაც, მე დარწმუნებული ვარ, არა. ამიტომ მე ვფიქრობ, სიცხადე არის ამ საკითხში შესატანი და ჩამოსაყალიბებელია პოზიცია, გასაცნობია საზოგადოებისთვის, თუ რა შემთხვევაში არის მზად ქართული ოპოზიციური სპექტრი მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. და რომელ არჩევნებში? თუია და რომელ არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. აი ამ პოზიციაში ერთობა არის ძალიან ფასეული ჩემთვის და არა მხოლოდ საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია. უბრალოდ აი ნახოთ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს კითხვა ისმევა მათ შორის თქვენი მხრიდან, განსხვავებით ჟურნალისტებისგან, თქვენ როგორც პოლიტიკური ლიდერი თავისთავად ამის თაობაზე კონსულტაციებს აპირებთ ალბათ თქვენს კოლეგებთან. კი, რა თქმა უნდა. აი იგეგმება თუ არა უახლოეს დღეებში თუნდაც ამის იგეგმება ნამდვილად საერთო პოზიციის თუ ჩამოყალიბება არა შეჯერება როგორც ჩვენ გუნდის შიგნით და კოალიციის შიგნით ამაზე საუბრობთ, ბუნებრივია, რომ არ გინდოდეს საუბარი
საუბარი არის ბევრი ადამიანი გარშემო ამ ქვეყნის გულშემატკივარი როგორია რა თქმა უნდა ჩემი პირადი პოზიცია და კოალიციის პოზიცია შემიძლია თავისუფლად გითხრათ შეუძლებელია ჩვენ საუბრობთ არჩევნებზე რომელიც არ არსებობს როგორც ფენომენი ქვეყანაში შეუძლებელია საუბრობდეთ არჩევნებზე და მასში მონაწილეობის მიღებაზე როდესაც არ არსებობს ნიშანწყალიც კი ოდნავ სამართლიანი სასამართლოსი ოდნავ სამართლიანი CSKOS-ი ხედავთ იმას რასაც ხედავთ პატიმრებს ერთი წამით თუ თავი დავანებოთ რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვერაფრით ვერ დავდიდებით ვერ დავანებთ თავს მაგრამ პატიმრების გათავისუფლებაც ვერ გახდება რა თქმა უნდა ჩვენთვის იმის წინაპირობა რომ მივიღოთ იმდენად უსამართლო პროცესში მონაწილეობა სადაც ადამიანის მიერ გაკეთებული არჩევანი არ აისახება იმდაგვარად როგორც ის აკეთებს ამ არჩევანს ამიტომ უნდა გავაცვლოთ საზოგადოებას ის პირობები რა პირობებშიც მიიღებს ქართული ოპოზიციური სპექტრი მონაწილეობას არჩევნებში. როდესაც ეს ერთობა და ბევრი საუბრობს, იცით, საზოგადოების დიდი ნაწილი საუბრობს ერთობაზე, საზოგადოების მეორე არც თუ ისე მცირე ნაწილი საუბრობს პირიქით პარტიებს შორის დებატებზე, ისინი ვერ ხედავენ იმის აუცილებლობას, რომ ერთი მთელი გახდეს, მთელი ოპოზიცია და აქ ორივე მხარეს არის სიმართლე ნამდვილად, ვინაიდან როდესაც ერთიანდება ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ერთეული, ხო, როგორც ერთი მთელი, ხო, როგორც პლუსები ერთიანდებიან, ასევე მინუსებიც ჯამდება, ამიტომ მიზანზე თუ გინდა ორიენტირებული იყო და შედეგზე ორიენტირებული, ხა ერთ ელექტორალურ რაღაცა ერთეულად გადაცემა, ეს სხვა საკითხია და რა დროს ამაზეა საუბარი, როდესაც მოსაპოვებელია არჩევანი ჩატარების ჩემი შემდეგი გაკეთების შესაძლებლობა. თქვენ რამდენჯერმე გავიმეოროთ, რომ გადამწყვეტ მნიშვნელობა იქნება გარემოსვლილებას, რომელში მონაწილეობასაც აზრი ექნება, ხო? კი ბატონო. მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამოცანას წარმოადგენს ლეგიტიმური პარლამენტის ფორმირება და თავისთავად მთელი მისი მომყოლი პოლიტიკური კალენდრით. ეს შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად მოხდეს, მაგრამ პირველად ამოცანას წარმოადგენს, რომ ქვეყანას ყავს ლეგიტიმური საკანონმდებლო ორგანო. თქვენ ახსენეთ წინა 2020 წლის გამოცდილება. ამ 20 წლის გამოცდილებაში იყო ბევრი რამ გასათვალისწინებელი დღევანდელისთვის. რაც ოპოზიციამ გაითვალისწინა და კარგი იქნა, რომ თანმიმდევრული აღმოჩნდა. მაგრამ არის განსხვავებაც. ახსენეთ კიდეც თქვით, რომ მაშინ ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ ქონდა გარკვეული მოჭიდება რაღაცას უწევდა ანგარიშს დასავლეთთან ურთიერთობაში. აი დღესდღეობით მე ყოველ შემთხვევაში მრჩება შტაბ-შტილება, რომ უკვე ქართულ ოცნება მთლიანად გულგრილი არის იმის მიმართ, რასაც დასავლური ინსტიტუტების მოწოდებები, მოქმედებები და ასე შემდეგ ქვია. ყოველ შემთხვევაში იმ ზომით, რა ზომითაც დასავლეთი ჯერ მოქმედებს, არა? აი ამ განსხვავების გათვალისწინებით ოპოზიციამ რა ცვლილებები უნდა შეიტანოს თავის სტრატეგიასა და ტაქტიკაში, როცა პარტიული პოლიტიკა თავის შედეგებს ვერ აღწევს, როცა იქ ჩვენ გვყავს უკვე არა ხელისუფლება, არამედ რეჟიმი, რომელიც მთელ საკანონმდებლო სივრცეს რეპრესიულ მექანიზმად და ინსტრუმენტად იყენებს და გადასული არის პირდაპირი გაგებით განადგურებაზე ოპოზიციის, მედიის, დემოკრატიული ინსტიტუტების, ფინანსური რესურსების მთლიანად შეზღუდვაზე და ვიღებთ ვითარებას, სადაც რაიმე ტიპის პოლიტიკურ კონკურენციაზე კი არა, დაპირისპირებაზეც კი რთული არის ლაპარაკი. აი რა არის ეს ახალი ფორმები, რაც ამის გათვალისწინებაა? იმ საკითხზე, რომელზეც სულად მე მგონი ვისაუბრეთ, ხო, არჩევნებთან დაკავშირებით და როგორ უნდა მიიღწეს იმ ახალი პირობები? ეს ერთობა აი ამ პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო უნდა გახდეს ბერკეტი, დამატებითი ბერკეტი ზეწოლისა ავტოკრატიულ რეჟიმზე. დიახ, რა თქმა უნდა, მათთვის შედარებით 2020 წელთან ახლა უნიშნელო არის მაგალითად ეხლა წარმოუდგენელი ალბათ სასაცილოც კი არის იმის გახსენება რომ ეხლა ბატონი დანიელსონი თუ ჩამოვა ეხლა დღეს მას ვინმე ანგარიშს გაუწევს არა და 2020 წელს შარლ მიშელის თანაშემწეს ესაუბრებოდა მთელი ხელისუფლება და მათთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ხო და ბევრ საკითხზე იძულებულები იყვნენ დათანხმებული იყვნენ მაგრამ ასეთი დამოკიდებულება მათ არ და ვერ აქვთ ამერიკის შეერთებულ
შტატებთან მე დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია დღევანდელი ადმინისტრაციისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ეხლა მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით თუ დავაკვირდებით, ეხლა ივანიშვილის პრორუსულობა და მისი ხელისუფლების რუსული ხასიათი არ არის დანახული ნაკლად ახალი ადმინისტრაციის მიერ, მაგრამ ძალიან დიდი ნაკლი არის ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, რომელსაც დაინახავს ჯერ უბრალოდ ამისთვის არ ცალიათ გასაგები მიზეზების გამო და მე მჯერა რომ უახლოეს მომავალში მოიცლიან ჩვენი საუკეთესო პარტნიორები ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებით, ანუ ქვეყანაში სადაც ერთპარტიული პარლამენტია, სადაც არჩევნები გაუქმებულია, სადაც მედია იზღუდება, თავისუფლება იზღუდება, ნებისმიერი თავისუფალი ადამიანის ქმედება იზღუდება, ეს არ არის უნიშნელო საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერი ადმინისტრაციისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადმინისტრაციის სათავეში. ამიტომ თუ ამ პროცესს ჩვენ შევმატებთ ძალიან სამართლიან, ძალიან მკვეთრ ნაბიჯს და ვიტყვით რომ სანამ კონკრეტული პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული ქვეყანაში და არ იქნება განცდა დაბრუნებული საზოგადოებაში რომ არჩევნებზე წასვლას აზრი აქვს და ეს არჩევნები რა თქმა უნდა იყოს თავისუფალი, უნდა იყოს საპარლამენტო ტიპის არჩევნები, უნდა იყოს კიდევ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ ნებისმიერი ტიპის არჩევნები, რომელიც არ უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში, მოქალაქე უნდა ჩათვალოს, რომ ის თუ წავა არჩევნებზე და ხმას მიცემს, ის ხმა არ დაიკარგება და მას პოლიციელი და პროკურორი და წარმოუდგენელი წარმომავლობის მოზონდერო ელემენტი თავში არ ჩაარტყავს მისი გაკეთებული არჩევანის გამო. ნიშნავს თუ არა რომ ოპოზიციამ ერთიანად უნდა იმუშაოს უკვე ამერიკის ადმინისტრაციასთანაც ისეთივე ინტენსივობით, რომლის მცდელობაც აქვს ევროკავშირის ქვეყნებთან და ევროკავშირთან. რაც არ უნდა, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა, ჩვენ მივესალმებოდეთ ახლა ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების გააქტიურებას, მათ შორის დიდი ბრიტანეთის როლის წინ წამოწევას, ხომ? რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების როლი ფასდაუდებელია. თავად ევროპისთვის არის, ევროპის უსაფრთხოების ადმინისტრაციებთან, ასე ვთქვათ, გზა გაკვალული იყო იმ გაგებით, რომ ვიცოდით, რომ ძირითადი აქცენტი მაინც კეთდებოდა და ეს ამაზე მათ ჰქონდათ გამოხმაურება, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ფასეულობები, დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერა და ასე შემდეგ. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისთვის თავისუფლების იდეა არ არის მეორე ხარისხოვანი, მაგრამ ესეთი ძალიან მკაცრი გეოპოლიტიკური ინტერესები, მათ შორის სავაჭრო სატრანზიტო გამოდის წინა პლანზე. რა არის ის, რაზეც ქართული ოპოზიცია, რომელსაც სინამდვილეში ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა უჭერს მხარს, შეიძლება ელაპარაკოს აი ამ სპეციფიკის მქონე ახალ ადმინისტრაციას, რომ დაინტერესოს, რომ საქართველოს მიმართ მისი ინტერესი იყოს პროაქტიული. კი ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცხოვრობთ ვართ ძალიან ძიმე გამოწვევების პერიოდში, თუ შეიძლება ითქვას, ამოვიყენოთ სიტყვა გაჭირვების გარეშე, კრიზისულ პერიოდში და ეს პროცესი დახასიათებულია დიახაც ამ ყველაფრით, ბევრისთვის გადაულახავი პრობლემებით ხასიათება ეს პროცესი და გამოწვევებით. ამავე დროს ეს პროცესი და ახალი მოცემულობა ხასიათდება ახალი შესაძლებლობებით და ჩვენი როგორც პოლიტიკური სპექტრის ამოცანა უნდა გახდეს და არის ამ შესაძლებლობების გამოყენება. დიახაც, ამერიკის შეერთებული შტატების როლი იქნება პრინციპულად გადამწყვეტი ამ ქვეყნის დემოკრატიზაციის განვითარებაში, მე ვამბობ განვითარებაში იმისა, რაც შეიძლება ახლა აღარ არსებობდეს, თუ არსებობს იმისი ნიშნები უბრალოდ, ეხლა თქვენი ეთერი სტუდია სანამ მუშაობს და ღმერთმა ქნას რომ თქვენი ძალისხმევით და ძალიან ბევრი ადამიანის ძალისხმევით ეს ყველაფერი შენარჩუნდეს და რამდენიმე სხვა კიდევ საშუალებები გაფიქრებინეს, რომ დემოკრატიული ნიშნაწყალი ამ ქვეყანაში არსებობს. მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ნიველირება მისი როლის ამ პროცესში არის უსამართლო, ჩემის აზრით. ეხლა ის რაც ჩვენ ვიხილეთ ოვალურ სასახლეში, რა თქმა უნდა, ბუნებრივად ბევრნაირი ემოციები გააღვიძა საქართველოში განსაკუთრებით, როდესაც ეს ყველაფერი ეხებოდა იმ ადამიანს, პრეზიდენტ ზელენსკის, რომლის ადგილასაც ბევრმა ათასმა ქართველმა, თუ არა მთელმა საქართველოს
თავი დაინახა მრავალჯერ ამ წლების განმავლობაში ადამიანი, რომელიც დააყენეს იმ დილემის წინაშე, როდესაც მას უნდა ებრძოლა ან თავისუფლებისთვის, ან გამოეცხადებია კაპიტულაცია და დაიწყო ბრძოლა პირველივე წამიდან თავისუფლებისთვის და არასასიამოვნო კადრები და შინაარსი საუბარი ვიხილეთ, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ ვერ ვიხილავდით, ვერ მოვისმენთ, ეს ყველაფერი დახურულ კარს ვიღბავ რომ ყოფილიყო. ასეთი თანამედროვე პოლიტიკაც ალბათ და ბევრ დახურულ კარს მიღმა მსგავსი ტიპის შეხვედრები ყოფილა, დარწმუნებული ვარ მე ამ ყველაფერში, უბრალოდ ეს ჩვენ არ გვინახავს. ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების როლის ჩამოწერა და თქმა იმისა, რომ ისინი უბრალოდ ბედის ანაბარად მიატოვებენ ქართულ საზოგადოებას იქნება არასწორი. რა თქმა უნდა, ქართული ოპოზიციის ძირითადი ამოცანა იქნება ახალ ადმინისტრაციასთან ძალიან აქტიური ურთიერთობა და ჩვენ ცდილობებს არ ვაკლებთ. და უახლოეს დღეებშიც იმ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უბრუნდები, რომელზეც მე ვისაუბრე, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი კოალიციისთვის, სალომე ზურავიშვილის ჩართულობითაც, რა თქმა უნდა, იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული და ამის შემდეგ ის ადამიანი არა ერთი ათასობით, რომელიც ყინვაში, თოვლში დგას, მათი ხმა ამ ქვეყნის ინტერესის გათვალისწინება, ამ ქვეყნის სახელმწიფოს თავდაცვითი ინტერესის გათვალისწინება უნდა მოხდეს ყველა საუკეთესო პარტნიორის მიერ. უბრალოდ მათ უნდა იცოდნენ კონკრეტულად ჩვენ რა მოთხოვნა გვაქვს. ხოლო საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის რა თქმა უნდა პრორუსულად განწყობილი და რუსული ყაიდის ხელისუფლება, ესე ძალიან რბილად ვამბობ. გასაგებია, რომ თითქმის უკვე გასაგებია ბავშვისთვისაც მთელს განვითარებულ სოფლიოში. მაგრამ ქართული სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიცია რა გეგმით ფიქრობს საწადელის მიღწევას, მე ვფიქრობ ჩვენ ამისთვის ზად ვიქნებით უახლოეს კვირებში. უახლოეს კვირებში, რაც უფრო ადრე, მით უფრო უკეთესი. სურვილია თუ არა, სურვილი არ მინდა, იცით რო იყოს. ეს არც სადღეგრძელო უნდა იყოს, არც გეგმა უნდა იყოს, ეს უნდა იყოს ხედვა, შეიძლება სტრატეგიული და საზოგადოებამ უნდა გაიგოს და დეტალებში უნდა იყოს გარკვეული და ისიც იცოდეს ვინ უჭერს ამ სტრატეგიულ ხედვას, გეგმას ხარს და ვინ არ უჭერს და თუ არ უჭერს, რატომ არ უჭერს. მე ვფიქრობ, არის საკითხები, რომლის გარშემოც უბრალოდ ორი პოზიცია ვერ იარსებებს. თუ ვინმე ამ ქვეყანაში უშვებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში შესაძლებელია ისე რომ არაფერი არ შეცვალოს ამ ადამიანმა, რომელიც მიდრეკილი არის ავტოკრატიის გამკაცრებისკენ, არის შესაძლებელი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. განსაკუთრებით თვითმმართველობის არჩევნებზე მიიღოს მონაწილეობა. ან თუნდაც არაფერი შეცვალოს მის მიერ დანიშნულ კობახიძე, კალაძე და კაცის მკვლელ, არ ვიცი, შავნიღბიანი ადამიანების პირობებში და ამით ლეგიტიმაცია მიანიჭოს მის ხელისუფლებას ეგრეთ წოდებულს და პლუს კიდევ პირიმობანოს ამ რეჟიმს იმისთვის, რაც მან ჩაიდინა პოსტარჩევნები და არჩევნების დღეს განსაკუთრებით, ხო? რა თქმა უნდა, ამის შესახებ თელმა საზოგადოებამ ახლავე ვიცოდეთ არ ჯობია? თელმა რუსთაველის გამზირმა ახლავე ვიცოდეთ არ ჯობია? ეს მე ჯერა, რომ პროტესტ სხვა ეტაპზე გადაიყვანს. ისე როგორც გადასულა ეტაპიდან ეტაპზე საპროტესტო მოძრაობა. როდესაც ჩვენ გვეცოდინება, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი არის აი ამ საკითხის გარშემოც, როგორც ერთი მუშტი, როგორც ერთი მთელი შეკრული და არავინ არ აპირებს იმ ნაბიჯის გადადგმას, რომელიც დააზიანებს საუკეთესო ინტერესს ქართული ხალხისა, მეწუნეთ ქართული საპროტესტო ხმა და ძალა კიდევ უფრო ძლიერი გახდება, მიუხედავად იმისა, რაც ხდება მსოფლიოში. იცით, მე უბრალოდ ვისურვებდი, რომ პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრის მთელი ნაწილი, მათ შორის აქტიური მოქალაქეები, მიუხედავად გამოწვევებისა, ვიქნებით თანმიმდევრულები და ვიქნებით ზომიერები ემოციებში. ეხლა მეც ხომ ვაკვირდები, მეც დამართნია და გამოცდილება ალბათ ამას შენ ამ დეფექტს გისწორებს და ამ დეფორმაციებს გისწორებს, როდესაც შეგიძლია რომ ზომიერება დაიცვა. ანუ ყველაფერის ორ ფერში დანახვა, ანუ ან ყველაფერი არის ძალიან კარგად, ან ყველაფერი არის ძალიან ცუდად. ან შიში იმისა, რომ არის ახლა ქართული ოცნება მოახერხებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების რეგულირებას, რის ნიშანწყალიც არ არის. და მეორე ნაწილი საზოგადოების ხარობს, რომ ეს
მოსახერხებელი იქნება, რა თქმა უნდა, არ არის რაციონალური. შეუძლებელი არის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან იმ რეჟიმის წარმომადგენელმა დაამყაროს, დაარეგულიროს ურთიერთობა, რომლის თითქმის მთელი ნაწილი არის სხვადასხვა სახელმწიფო შტოებისა წარმომადგენლების არიან დასანქციონირებული, დაარეგულიროს იმდაგვარად ურთიერთობა, რომ ამ ქვეყანაში შავზე თქვას თეთრი ან პირიქით ჩვენ საუბრობთ ბოლოსკენ მიდის და ზუსტად ამ თემის დახურვისკენ კი არ მიყავს. აი მე ჩემს ვერსიაში შემოგთავაზებთ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ივანიშვილს სერიოზული ლობისტური ჯგუფები ყავს დაქირავებული, მნიშვნელოვან ინვესტიციას დებს ამაში, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულ შედეგს ვერ მიაღწია იმ მხრივ, რომ ტრამპის უშუალო გარემოცვაში მნიშვნელოვნად შეეღწია, მაგრამ როგორც მინიმუმ მათთვის შეიძლება მომგებიანი იყოს ისიც კი, თუ კი ვაშინგტონს უბრალოდ არც ეცლება ამ ეტაპზე საქართველოსთვის, იმიტომ რომ ის რასაც აკეთებს, ვიხმარე სიტყვა და გავიმეორო, უნდა კონვეირზე აქვს შემოდებული ამ რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების მთელი სქემა ერთმანეთის მიყოლებით იმაზე სწრაფ, ანუ ტემპი იმაზე მეტი აქვს, ვიდრე პუტინს ჰქონდა რუსეთში, იმიტომ რომ იგივე შედეგს საკანონმდებლო დონეზე მან მიაღწია 12 წლის განმავლობაში. ჩვენთან ეს გააკეთა 1 წლის განმავლობაში. დღეს მედიასთან დაკავშირებით ან მაუწყებელთან დაკავშირებით კი მიიღეს გადაწყვეტილებები რეჟიმის პარლამენტში პირველი მოსმენით, მაგრამ ეხლა უკვე ონლაინ მედიაზეც ალაპარაკდნენ, ინტერნეტის კონტროლზეც ალაპარაკდნენ, ქუჩაში სიარული, სადაც 5000 ლარი გიჯდება ადამიანს. ანუ ფიზიკურად ქუჩაში ცემენ ადამიანებს და ამის დემონსტრირებას არ ერიდებიან. ხო, ეხლა ის ვიდეო, ის ცემა, ხო, შეიძლება და ეცემა, მაგრამ სპეციალურად გადაიღო იმისთვის, რომ არა მარტო დაედო, არამედ ჩვენც გადაგვეცა და გვეჩვენებინა, იმიტომ რომ ხალხი როცა ხედავს, რომ დაუჟელები რჩებიან ამის გამკეთებლები, ეს სხვისთვის სიგნალია, რომ სხვებთან მიმართებაშიც შეუძლიათ ასე მოიქცენ. ანუ სიტუაცია უფრო მეტად დამძიმდება. და აი ამ სიტუაციის დამძიმების გათვალისწინებით ის რაც ჩვენს ხელთ არის, კი არა ვაშინგტონი რას იზავს, აი ჩვენს ხელთ რაც არის, რა არის თქვენი აზრით ის თავარი, რაც უნდა ვაკეთოთ და ამით დავამთავროთ. იცით, პათოსის გარეშე რო თქვა, საქართველოს ამ სახელმწიფოს ბედი საბოლოო ჯამში გადაწყება თბილისში და საქართველოში, ვიდრე ვაშინგტონს, ბრიუსელს თუ ლონდონში და განსაკუთრებით ეს მისი ბედი არ გადაწყება მოსკოვში. უბრალოდ, რა თქმა უნდა, ამ პროცესში გვინდა რომ ბრიუსელიც, ვაშინგტონიც და ლონდონიც იყოს ხელისშემწყობი პარტნიორი და ნუ სამწუხაროდ არიან ქართველები, ვისაც სურთ რომ ამ პროცესში მოსკოვი იყოს ხელისშემწყობი პარტნიორი. აქედან გამომდინარე, ხა ის პროტესტი, რომელიც უსთაველის გამზირზეა, რომელიც უნდა განვითარდეს, გაფართოვდეს და გაფართოვდება, ხომ? მეტეოროლოგიური პირობების თავის დახსაც ასვამდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიუხედავად ფინანსური მარწუხებისა, ეს არ შენელდა, სხვა სიმაღლეებზე ავა, მაგრამ რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებმა, რომელიც გარანტორი იქნება მთელი თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოების, არ ვიცი, არქიტექტურაში ერთ-ერთი მთავარი გარანტორი იქნება. ხა არავინ არ უნდა მოატყუოს ევროპის მთავარი, ასე ვთქვათ, გარანტორის უსაფრთხოებისა ამ ეტაპზე თავად ამერიკის შეერთებული შტატები არის, მაგრამ პოზიტიური ძვრები არის ახლა ევროპის კონტინენტზე, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო არ არის დიდი ბრიტანეთი, აქტიურად არის ჩართული, ის აცნობიერებს, რომ ხო, რუსეთი ბევრად უფრო ახლოს არის ლონდონთან, ვიდრე ახლა ვაშინგტონთან არის მოსკოვი, იტვირთა ის როლი, რომელიც იტვირთა, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს უახლოეს დღეებში წარედგინებად პარტნიორების მიერ უკრაინის აქტიური მონაწილეობით, რა თქმა უნდა და ჩართულობით ტრამპის ადმინისტრაციას ის გეგმა და იმედი მაქვს, რომ სწრაფად მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც. მათ შორის აი ეს საზრდო, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას ყოველდღიურ რეჟიმში, რომ აბა ომი გინდათ და ამანკეს როგორც ჩანს ეგება ხალხის არც თუ ისე უმნიშვნელო ნაწილი, როდესაც ომი ჩვენს რეგიონში იქნება ტერმინირებული და გრძელვადიანად შეწყვეტილი,
სამუდამოდ იმედია, რა თქმა უნდა, ეს პროპაგანდისტული საყრდენი ქართულ ოცნებას უბრალოდ აღარ ექნება და შენი საუკეთესო პარტნიორიც გაცილებით მეტ დროს გამონახავს იმისათვის, რომ დაუჭიროს ხარი ქართულ საზოგადოებას, მაგრამ ამ პირობებშიც კი, როგორც არ უნდა განვითარდეს, ხო? ჩვენი ხმა უნდა იყოს ძლიერი და ჩვენი პროტესტი უნდა იყოს ძლიერი და ერთობა უნდა იყოს იქ, სადაც საჭიროა და არა მოჩვენებითი. აი ერთ-ერთი თემა წამოჭერი და ველით რომ ეს კონსულტაციები გაიმართება და გადაწყვეტილება. ანუ საზოგადოება ჩემის აზრით ერთად დანახვა კი არ უნდა პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების და დავასრულებდი ახაც. არამედ უნდა დაინახოს, მოისმინოს, რომ პოლიტიკურმა ჯგუფებმა მნიშვნელოვან საკითხზე ერთიანი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთ ფოტოზე აღმოჩნდეთ ყველა პოლიტიკური ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი. ნიკა მელია იყო ჩვენი სტუმარი.